თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა. კახაბერ კვაჭანტირაძე, სიმონ მახარაძე, გია თოლორაია, ავთანდილ თოფჩიშვილი, მიხეილ თოლორაია, იური ლომიძე, გიორგი ტალახაძე, დავით გიუნაშვილი, საბა კორძაია, გიორგი კირვალიძე, კობა ეპიტაშვილი, მანუჩარ მიქელაძე და ბექა მაჭავარიანი. კანონით სრულად უნდა აღიაროს ყოველმა ბრალდებულმა წარდგენილი ბრალდება. ასეთია პირობა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთათვის, რა შემთხვევაშიც სახელმწიფო ბრალდება მათთან საპროცესო შეთანხმებას გააფორმებს. მიუხედავად პირობების წაყენებისა, სახელმწიფო ბრალდებას ჯერჯერობით არც ერთ ბრალდებულთან მოლაპარაკება არ დაუწყია. ამას ადასტურებენ ბრალდებულთა ინტერესების დამცველებიც. მომენტებზე შემიძლია სრულპასუხისმგებლად გითხრათ, რომ ჩემი დაცვის შეშყოფთან საპროცესო შეთანხმებას მოლაპარაკება არ მიმდინარეობს ამ ქვეყანაში, რაც ბიუჯეტს თუ მოიპარაო, ფულს თუ მოიპარაო, გაზს თუ მოკლავ, კანონო-ეკონომიკურ საქმიანობას თუ ეწევი, მაშინ და თუ ამათიანი ხარ, მაშინ რა თქმა უნდა საპროცესოს გაგიფორმებენ და უკეთეს პირობები გექნება, მაგრამ თუ ხარ ადამიანი, რომელიც გამოხვედი და შენი სათქმელი ხმამაღლა დააფიქსე და ხელისუფლების წინააღმდეგ წახვედი, მაშინ საპროცესოს და უკეთეს მოპყრობის იმედი არ უნდა გქონდეს. საქალაქო სასამართლოში დღეს 13 პირის საქმეთ დაჯგუფებულების მორიგი პროცესი გაიმართა. ამავე 4 ოქტომბრის საქმეზე პროცესები ყოველდღიურად იმართება. ამ კონკრეტული 13 პირიანი ჯგუფის საქმე მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეა. პროკურორებმა დღეს დაკავებულთა ბრალეულობის დასამტკიცებლად 4 ოქტომბერს ტელევიზიების მიერ გადაცემული, ისედაც ყველასთვის საჯარო უწყვეტი ტელეეთერები წარადგინეს. ნაკვეთი ღონისძიების პატიმრობაში დატოვების ეს იყო, რომ მათ შეიძლება გააგრძელონ ხელახლა დანაშაულებრივი საქმიანობა და ადამიანი, რომელიც 4 ოქტომბრის აქცია არის დაკავებული და 15-ში აკავებენ, 15-მდე მას არაფერი არ ჩაუდენია, ეჭვი არ არსებობს, რომ მან ხელახლა ჩაიდინოს რაღაც ახალი დანაშაული. ამის საფუძვლები არ წარმოუდგენია პროკურორს და შესაბამისად არც ბრალდებულ პირველ წარდგენის დროს მოსამართლეს, არც წინა სასამართლოს სტომბის მოსამართლეს და არც შესაბამისად ეხლა არსებითად განხილულ მოსამართლეს აღნიშნული მოთხოვნა ბრალდების მხრიდან არ უნდა დაეკმაყოფილო. მით უმეტეს სხდომათა დარბაზში წარდგენილი ვიდეო მტკიცებულება სადავო გამოდგა ადვოკატებისთვის. პროცესზე ინტერესების დამცველები მოსამართლისგან მოითხოვდნენ კონკრეტული ეპიზოდი უწყვეტი ტელეეთერიდან დასაშვებად არ ეცნო, რადგან ამ გამოყოფილ ჯგუფში წარდგენილი მასალა კონკრეტულ ბრალდებულებთან მიმართებით არაფერს ადასტურებდა. თუმცა მოსამართლემ სამართლებრივი არგუმენტაცია არ გაიზიარა და მტკიცებულება, რომელიც პაატა ბურჭულაძის, მურთა ზოდელავას და მათთან ერთად დაკავებული სხვა პირების საჯარო განცხადებებს ასახავდა, დასაშვებად მიიჩნია. რა კადრებიც ვნახეთ, თუ თქვენ სასამართლოზე ესწრებოდით, ნახეთ იქ იყო. კი ბატონო, დღევანდელ კადრებზე თუ საუბრებით, მაშინ გავავლოთ პარალელი და ვნახეთ, იყო ზოგადი საუბარი და რაც მე იქ დავინახე, ჩემი აზრს მოგახსენებთ, იყო ის, რომ ადამიანები გამოხატავდნენ პროტესტს. დღევანდელ პროცესზე კიდევ ერთხელ გადაისინჯა აღკვეთი ღონისძიების ფორმაც, რადგან ადვოკატების განმარტებით მათი დაცვის ქვეშ მყოფები ახლა საპატიმროში უკანონოდ ხედან. 4 ოქტომბრის სისხლის სამართლის საქმეზე ამ კონკრეტულ ჯგუფში მყოფი არც ერთი ბრალდებულის მიმართ გირაო გამოყენებული არ არის. სულ კი დაკავებული 64 პირიდან არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება 4 პირს აქვს შეფარდებული. ფორმალური საკითხი იყო, ჩემო კოლეგებმა დააყენეს საკითხი და დაასაბუთეს, რომ რატომ უნდა შეცვლილი იყო წარმოდგენილი აღკვეთი ღონისძიება, თუმცა როგორც აღნიშნე ჩემს სიტყვაში, ეს იყო მხოლოდ ფორმალური გადახედვის საკითხი, ვინაიდან სამწუხარო პრაქტიკა გვიჩვენებს იმას, რომ რასაც ითხოვს პროკურატურა, სამართლე იგივე აღკვეთ ღონისძიებას ტოვებს. 13 პირიან ჯგუფში ახლა საქმეზე სამართალწარმოების შეწყვეტის მოლოდინშია ბრალდებული ბექა მაჭავარიანი, რომელიც უკვე მეორე სხდომაა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან პასუხს ელოდება. ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა შესაძლოა სამართალწარმოების შეწყვეტის მოთხოვნის საფუძველი გახდეს. დღეს დღეობით ცნობილი არ არის თუ რა სახის დასკვნა მიიღო ექსპერტიზამ. უახლოეს დღეებში როგორც კონსულტაცია ქონა ექიმებთან, დადებული იქნება შესაბამისი დასკვნა, რომელიც ვიღებათ განისაზღვრება, გაგრძელება თუ არა მისი მიმართ სამართლის განხილვა სასამართლოში. პირდაპირ გეუბნება კანონმდებელი, მოცემულ შემთხვევაში თუ კი მისი მიმართ დადგენილი იქნება, რომ ინკრიმინირებული ქედების დროს იყო შეურაცხყოფა მდგომარეობაში, ასე შექმნეს დევნა შეწყდება და მოთხოვნა იქნება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. 4 ოქტომბრის საქმეზე სულ დაკავებულია 64 პირი. საქმე 5 ჯგუფადაა დაყოფილი და ყველა ჯგუფში ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპია. ადვოკატები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ინდივიდუალური მსჯელობის შემთხვევაში ბრალად შერაცხული ქმედების დამტკიცება პრაქტიკულად შეუძლებელია.